სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ფსალმუნი 98 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან კითხვას. უფალი სუფევს განრისხდნენ ერნი, რომანი ზის ზედა ქერაბინთა შეიძარნ ქვეყანაი. წმინდა ბასილი დიდი გამარტავს მეგობრებო, რომ ღმერთი ქერობიმებზე ზის, ასე ვთქვათ, მისი უზენაესი დიდების ნიშანი არის ეს, ხო? იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქვეყანა ირხევა ღმერთის წინაშე, ხო, ესე იგი, რადგან მისი მეუფებას, ასე ვთქვათ, საშინელია, ხო? თეოდორიტე კვირელი. ქრისტეს მეუფება ის ზის ქერუბიმებზე და მთელ სამყაროს მართავს, ხო? მთელ სამყაროს. მისით არის. ის არის წყარო ცხოვრებისა, სიცოცხლე, როგორც თვითოფალე ბრძანებს სახარებაში, ხო? იოანეს სახარებაში, მე ვარ გზა, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ აღდგომა. მუხლი მეორე. უფალი სიონს დიდარს და მაღალარს ყოველთა ზედა ერთა. ანუ სიონი ეს ეკლესია, სადაც ღმერთი დიდია და მაღლა დგას ყველა ხელზე, ასე ვთქვათ, უკაცრავად ხალზე და ყველა ფერზე. ღმერთის დიდება უმაღლესია ყველა ერზე. შემდეგი მესამე მუხლი. აუარებდნენ სახელსა შენსა დიდსა, რამე თუ საშინელ და წმინდა არს. ბასილი დიდი გამარტავს. ღმერთის სახელი დიდია და წმინდა, ამიტომ უნდა ვადიდოთ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ საშინელი და ესე იგი წმინდა ის ღმერთის ერთდროული სიდიადეა, სიდიადე ხო და სიწმინდეა. თეოდორეტე კვირელი. სახელის ქება, მეგობრებო, ეს არის, ასე ვთქვათ, თაყვანისცემის საფუძველია. მუხლი მეოთხე. და პატივსა მეუფისასა სამართალი უყვარს, შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი და სიმართლე იაკობის თანა შენ ხავ. ესე იგი, ნუ იაკობთან, ესე იგი, ეს იგივეა, იაკობი ისრაელთან, ხო, ღმერთმა დაამყარა სამართლიანი წესრიგი, ასე ვთქვათ. თეოდორეტე კვირელი. ქრისტეს მეუფებაში სამართალი და სიწრფოება სრულდება. მუხლი მეხუთე. აღამაღლდებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის სცემდით კვარცხლბექსა ფერხთა მისთასა, რამე თუ წმინდა არს. კვარცხლბეკი ეს ღმერთის ტახტია, ხო, სადაც თაყვანი უნდა ვცეთ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ გამარტავს, რომ მოწოდება თაყვანისცემისკენ, რადგან ღმერთი წმინდა. თეოდორე კვირელი. ეს ეხება ეკლესიას, რადგან ღმერთის, თქვა, წმინდა საყდარს თაყვანის ვცემთ, ხო? მოსე და აარონ მღვდელთა შორს მისდა და სამუელ მათ თანა რომლნი ხადიან სახელსა მისცა, ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი. ნუ ბასილი დიდი გაამბობს, რომ მოსე, აარონი და სამუელი ლოცვის მაგალითებია, ხო, რომლებიცაც ღმერთი ესმოდა. ანუ ჩვენ ვიცით მეგობრებო, რომ ძველ აღთქმაში ესეთი დიდი, ესე ვთქვათ, პატრიარქები, როგორც იყო აბრამი, ისააკი, იაკობი, ხო, მოსე, იობი, ესე იგი ნოე, ხო, მან პირდაპირ, ასე ვთქვათ, კავშირი ჰქონდათ საუბარი ღმერთთან. მეშვიდე მუხლი. და სვეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა მათ, რამე თუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსწნა მათ.
ღრუბლის სვეტი ეს ღმერთის ყოფნის ნიშანია, ასე ვთქვათ, ხო? იოანე ოქროპირი ნახეთ, წმინდანები იცავდნენ ღმერთის ბრძანებებს, იცავდნენ, ხო, ამიტომ ესმოდა მათ. თეოდორეტე კვირელი მორჩილება ბრძანებებს, ასე იგი ლოცვის პასუხის გასაღებია. მერვე მუხლი, მეგობრებო, უფალო ღმერთო ჩვენო, შენ ისმინე მათი, ღმერთო შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათ. ასე იგი ღმერთი პატიეობს და მაგრამ სჯის ბოროტებას. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, პატიება და სამართლიანი სასჯელიანო ღმერთის, ასე ვთქვათ, თვისებებია. თეოდორეტე კვირელი ამბობს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლაში იქნება სრული სამართალი. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს პატარა ფსალმუნია, შეგახსენეთ, ეს არის 98 ფსალმუნი წმინდა მამების გამარტებით და ჩვენ ვკითხულობთ და ვასრულებთ, ეს არის მე-9 მუხლი ამ ფსალმუნის. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანის ეცით მთასა წმინდასა მისსა, რამე თუ წმინდა არს უფალი ღმერთი ჩვენი. ბასილი დიდი ამბობს, რომ წმინდა მთა ეს არის სიონის მთა, ეს ვთქვათ, ან ეკლესია, ხო, თაყვანისცემა წმინდა, ესე იგი ღმერთი ღვთის წინაშე ჩვენი მოვალეობაა, ხო? და თეოდორეტე კვირელი ამბობს, რომ ღმერთის, ვთქვათ, თაყვანისცემის ყველა უნდა ვცემდეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ღმერთის თაყვანს და მეგობრებო, აქვე დავასრულეთ, მე მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად ესე იგი წაიკითხეთ ყოველი ფსალმუნის და ბოლოს ვამბობ ამას, შეიძლება ეხლა ვიღაცა ახალი არის პირველად მისმენს, უბრალოდ და აუცილებლად წაიკითხეთ სახარება, ყოველდღე მოусმინეთ და ფსალმუნები წაიკითხეთ, თითო ფსალმუნი ყოველდღე ეს იქნება, თქვა, სამსახურში იქნებით, იქნება სახლში, იქნება ტრანსპორტში, ავტობუსში, მატარებელში, მეტროში, სადაც არ უნდა იყოთ, წაიკითხეთ, ეს უდიდესი მადლია, გალობა არ ეგნებავთ და ამით ჩვენ ვადიდებთ უფალს. მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთათა. ამინ. მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო და მოიწონოთ თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, ეხლა არავის არ ვაძალებ, მე ეს თქვენი ნება არის და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, ასე ვთქვათ, სახარება იქნება ეს თუ ძველი აღთმიდან, ახალი აღთმიდან, წმინდა წერილიდან და ყოველდღე ასევე ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენ ყოველდღიურად აქტუალური თემები, რაც ყველას აწუხებს, გვაინტერესებს და ამიტომ გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ ვიდეო. ამით თქვენ დაეხმარებით არხის განვითარებაში და რაც უფრო მეტი ვიქნებით ქართველები, ემიგრანტები თუ არა ემიგრანტები, უფრო დიდი, ესე იგი, პასუხისმგებლობაც იქნება, мотивაციაც არის, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა თქვენც შეიტანთ წვლილს ღვთის ნების და წმინდა წერილის გავრცელებაში. აბა გაიხარეთ, დიდი მადლობა. Mama ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა, პური ჩვენი არსობიცა მომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან.
შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა